დილამ შვიდობის როგორ ხართ? აი რატო ვინარჩუნებ წონას? სუდიეტური საჭიროებები გვაქვს. წიწიბურას ვათხო და ცეცხლზე გავათქოთ და გუშინ მოვხარში. აქ კიტრი. მათე წავიდა სკოლაში. მარტო წავიდა სხვათა შორის. ბავშვები აღარ დადიან სკოლაში, ხარო ითხოვენ ორ დღეში. უკვე ეზარებათ. მაგრამ მათე ზეიმი აქვს 27-ში და 27-ში დაითხოვს მერე. ბალე. მასწავლებელი მანამდე დათიან და მე არ ვაცდეინებ სკოლას. ავაცილე და წავიდა ჩემი ბიჭი. ეს ჩემთვის არა. მამა ჩემს ვამზადებ. წავიდებ და ავადავლებთ ერთად. ესენი მაგდასაწმენდი შესაძლებელი, მაგრამ იყოს ჯერ ყავადავლებთ. გუშინ გავრეცხე საღამოთი, აი ამასო ვერ ვჭამთ. ცოტა უნდა დავიშვა. მიწისხილი ძალიან მიყვარს. თვითონ მიწისხილი და ეს თითქოს რაღაცა ავიცი ვერ ვეჩვევით თუ მომიწევს ამის გადმორაგება. ყავის სასაფლავებელია. ეს მაგრამ შევალაგებ. მათუნას ტელეფონი არ მიაქვს სკოლაში. ძალიან ლამაზი ეკრანი აქვს. თემუზე ხო გახსოვთ რომ გითხარით გამომიწერო თუ არა. რაღაცეები მინდა. მაგრამ ვუყურე დავუთმე რა ადროო და ვუყურე ვიდეოებს თემუს ამანათების ჩაწერე TikTok-ზე. იმდენად არ მომეწონა, რომ მთლიანად აპლიკაციაც კი წავშალე. აღარ მაქვს თემუს აპლიკაცია ტელეფონში. ძალიან უხარისხო პროდუქცია აქვს, ძალიან. და ისე გაგიფრინდება ის ასილარი მან. თქვენი კომენტარებიც ძალიან დამეხმარა. რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. სხვათა შორის სულ ახალი ის იყო თემო, ახალი საიტი იყო ჯერ რომ გამოწერე მე სატესტოდ და მაშინვე მივხვდი სულ სხვანაირად
იყო სურათებში ის კრისტალები, მე რაც გამოვიწერე, ქვები და სხვანაირები ჩამოვიდა და მაშინვე მივხვდი, მაგრამ მე ხა ყველა რო იწერს ვიფიქრი ალბათ ნორმალურია. რო ვუყურე გუში, დავწმუნდი რომ არ არის. ცოტი და თან ნახეთ როგორი კომენტარი მომწერა ერთმა გოგომ. ჟანა, ეტყობა საქართველოში არ საუბრობენ იმაზე, რომ თემო იძულებითი შრომისა და მონაცემთა ბოროტად გამოყენებაში ამხილესო. მთელი სტატიებია გერმანულ ენაზე. მე ავსტრიაში ვცხოვრობ და აქ ძალიან ბევრი თავს იკავებს მათ რაიმე შეკვეთაზე. გარდა ამისა, ძალიან ხშირად ჩამოდის უხარისხო ნივთი თუ ტანსაცმელი. მე არასოდეს შემიკვეთავს მათ რამე, თუმცა სხვისი ნაყიდობა მინახავს და აღფრთოვანებული არ დავრჩენილვან. ანუ სანამ მან შევუკვეთავთ, უნდა დავფიქრდეთ. კარგად, საუკეთესო სურვილებით. დიდი მადლობა გოგოებო, რომ ესე მწერთ ხოლმე. თუ რამე მაინტერესებს და ძალიან მეხმარებით. თლიანად წავშალე აპლიკაცია ჩემი ტელეფონიდან. ნელა მისჩენია ვიყიდო რაც მჭირდება. ეხლა აი მზისგან დამცავ მაგალითად აღარ მქონდა და მან და არის თემუზე ვალარათაც არის, ათლარად, უფრო ნაკლებათაც არის, მაგრამ თუ ვერ გამოიყენებ, ისი სხვა გადაყრილია. ფაზაკლებით 23 ლარი მივეცი და წავისვი და აი არ ვიცი, ძალიან მომეწონა. ფაბერიკისასაც ჯობია, მაგრამ არ ვიცი რამდენად ექნება ხოლმე ამას ესეთი ფაზაკლება. ეხლა 50%-იან ფაზაკლებაში იყო და იმიტომ გამოვიდა 23 ლარი თორემ ისე 50. არ ვიცი რამდენი გამოდის 56 ხო 56. ძალიან მომეწონა. ნუ რაღაცა მაინც იქნება ხოლმე აფთიაქში. პოლონური არის. ეს თუ არ იქნება, სხვა იქნება და იმას ვიყიდე. თემუნდა აღარ არაფრის გამოწერას. მირჩენია თუ რაღაცა მომიდება რომ გამოვიწერო და მაინც და აქ არ არის. ხა ეგეთი არაფერი არ არის. ისე ამაზონიდან გამოვიწერე. იქიდანაც კი უსასმენები რეალმის უსასმენები გამოვწერეთ და 2 ცალი გამოვწერეთ. ერთი ჩამოგვივიდა, მეორე იქვე მოიპარეს. და მერე გადამზიდმა კომპანიამ თვითონ დაგვიბრუნა ფული, რა ვიცი. არ დავკარგეთ, მაგრამ მე უსასმენი მინდოდა, არ მინდოდა ფული. ესეთი ამბები დავკარგავ. დაბალზე მოვაწყოთ. საფეთქებია. ძალიან კარგად შეიწოვა. კრემი თხელია. ფაბერიკზე ბევრად თხელია და ეგ მომეწონა. ეს ტონალური რაც მისვია, ეს ჩემთვის შეუცვლელია. ძალიან მომწონს. აი ოდნავ რობზინავს. ეს ფაბერიკის არის, ბევრჯერ გაჩვენეთ თქვენ. რა? მოგიტან ხო და ეხლა იარო ჩამოვა იქნებ ეს კრანი გამოვცვალოთ, თორე უკვე დამატანჯარა.
ჩამოვიდეს მათესზე იმისთვის ახლა. ველოდები. ხვა, დიედანიკა. ეხლა ვერ მოვალ გოგოები. თვიფშევ ჩამოვალაგე ვარენ მე. ვერ ვისვენი. ეს უკვე მეფხანება მისჩება და ხელი. იქით შევალაგო ეს პატარა ჭიქები და ხარი ხოლმე. დუდები. ჩენიები მოვიტანე. წამოვიდა ნენელა უკვე. ესე ნახეთ ძალიან ცუდად იღებს, იმიტომ რომ შუქი რო იქიდან უტყავს პირიქით. It's such a nice job, I'll start with the roller, some more shiva. I'll fish a shoot. Chovala costa, manam she grilled the back. She make all. ერთი ეს არის ჩემი გამომცხარი პური ცოტა უნდა წავისვა ეს კარგი ერთი გავსინჯოთ კარგი მე უფრო მომეწონებოდა ტკბილი და ტკბილი არადი ეს ტკბილი გემბია ცუდი არ არის
კაია. დღეს უფრო მომეწონა. მე უაზროდ არ მიყვარს ფულის დახარჯვა გოგოებო. ანუ ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე, სანამ გადავწყვეტავ რაღაცის ყიდვას, იმიტომ რომ ისეთი ძნელად ვშოულობთ ამ ფულს და იმხელა დროს ვანდომებთ, რომ უხარისხო პროდუქტში ფულის დახარჯვა არის გადაყრა და შენი შრომის არათაფასება. ამიტომ ჯერ ვფიქრობ ხოლმე რა უნდა ვიყიდო, დავწონო გამომადგება თუ არა, მართლა მჭირდება თუ არა და მე რა ვყიდულობ. და რაც მართლა მჭირდება, უბრალოდ კი არ მინდა, რაც მჭირდება. იმას ვყიდულობ. და დავუსვათ კითხვა. თქვენ თავებს გვინდა თუ გჭირდება მართლა. რომ ძალიან ბევრი უაზრო ნივთები არ მოგვიგროვდეს სახში. ჯანმრთელობაში არ უნდა გვენანოს ფული კვლევებში. საჭმელში, მოღონდ ჯანსაღ საჭმელში. შეძლებს დაგვარავთ. თორე იდეალურად ვერ შევძლებთ ვერაფერს. ესეც შემისაუზმე. მემრიელი იყო ყველა. წავედი. მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას. მიყვარხართ. გაკოცით. დროებით.